გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. დღევანდელი ვიდეო ეძღვნება იმ საკითხებს, რომელსაც როგორც ეხა თქვენთან საუბრობ, ისევე ჩემ თავს და ჩემს ოჯახის წევრებს ვეუბნები ხოლმე ყოველი წლის დასაწყისში. ეხლა მოვიდა წელიწადის ის დრო, რომ რიგი რაღაცები უნდა გავაკეთოთ ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის, რათა თელმა წელიწადმა კარგად, ენერგეტიკულად მომზადებულად და ასევე ფიზიკურად მომზადებულად ჩაიაროს. ეს ნიშნავს, რომ უნდა დავიწყოთ ფიზიკური წმენდით, ჩვენი სხეულის ფიზიკური წმენდით. რათა ბევრი რჩევებით არ გადაგღალოთ, გაგიმხელთ მხოლოდ მას, რასაც მე თვითონ ვაკეთებ. სულ მცირე 10 დღე, ანუ 10-დან 14 დღემდე დილით უსმოზე ნახევარი საათით ადრე საკვების მიღებამდე ვიღებ ჭინჭრის ჩაის. თქვენ შეგიძლიათ, თუ ბაღი გაქვთ, დაელოდოთ, სანამ პირველი ყლორტები გამოვა, თუ არა იყიდოთ აფთიაქში ჭინჭრის ჩაი. და როგორც თქვი, დღეში ერთხელ დილით ადრე ნელ-ნელა, იმის შეგრძნებით, რომ ეს ამ მცენარის ნაყენი თქვენ გეხმარებათ თქვენი ორგანიზმის დასუფთავებაში, მიიღოთ ეს მადლიერებით ბუნებისადმი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაქსიმუმი 2 კვირა მე 10 დღე ვაკეთებ და თუ შიგ რამდენიმე დღე ჩამივარ და შეიძლება 1-2 დღე კიდე მივაბა ხოლმე, რადგანაც ეს არის შარდენი საშუალება და ასევე გამოიწვევს გარკვეულ უკუჩვენებას, თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მიიღეთ. ფიზიკურ დასუფთავებაში იგულისხმება ასევე, რაც შეიძლება ნაკლები ცხიმიანის შემწვარის მიღება და საკვების რაოდენობის შემცირება. საერთოდ კარგია, რომ ახლა გაკეთდეს განტვირთვის ან კიდევ შიმშილობის დღეები, მაგრამ უნდა შეხედოთ თქვენი ცხოვრება რის საშუალებას მოგცემთ. იმიტომ შიმშილობის დღეებს მაშინ აქვს ასრი, როცა თქვენ შინაგანათაც ფსიქიკურათაც ხართ მომზადებული და არა ისე რომ იტანჯებით და მთელი დღე დეფიციტის გრძნობით დადიხართ, რადგან თავს ჭამა აუკრძალეთ. ეს შინაგანი დეფიციტის გრძნობა კიდევ უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე ის 1-2 ლუკმის არ მიღება. ეხლა რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას, კიდევ ვიტყოდი, რომ თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ, ძალიან გთხოვთ, დანერგოთ ჩემი გამოცდილი მეთოდი, ყოველ დილას ჯაგრისით ან პირსახოცით მშრალად ტანის დაზელვა და მას წინ წამოძღვაროთ მოკლე მედიტაცია. ერთი მიდევს კიდეც ლუიზ ჰეის მედიტაციის შემოკლებული ვერსია ჩემს გვერდზე, 8 წუთია, სპეციალურად ქართული საზოგადოებისათვის შევამოკლე, თორემ მე უსმენ 20 წუთიან ვერსიას და თუ არა თქვენი სიტყვებით, თქვენი თავი პოზიტიურად დაიპროგრამოთ. წარმოიდგინეთ, დაიწყო კიდევ ერთი განსაკუთრებული წელი. მადლობა უთხრათ სამყაროს, რომ ჩვენ ვართ ამ ცვლილებების, ამ სამყაროს განვითარების, სამყაროს ურთიერთქმედებების მოწმე. გვაქვს 2 ჯანმრთელი ხელი და ფეხი და შეგვიძლია ბევრი რამ და იმის მიხედვით, თუ რა შეგვიძლია, ასევე ჩვენი თავის მიმართ ვიყოთ გულუხვი და ეს ნიშნავს უპირველეს ყოვლისა, რომ ჩვენს თავს კარგად მოვუაროთ. ყოველი დღე არის განსაკუთრებული, ყოველ დღეს უთხრათ მადლობა და შევეცადოთ, რომ ყოველ დღეს ჩვენი თავისათვის რაღაცა პოზიტიური გავაკეთოთ. და ეს არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ სამყაროსადმი პოზიტივი ასევე
გულუხვად გაგვემეტება. იცით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ დეფიციტიდან გამომდინარე სხვებზე ზრუნავენ, აი ამ ზრუნავს ყოველთვის ნეგატიურ ენერგიას აყოლებენ, დეფიციტის ენერგიას, აი შესაწყალო, აი მე არ მაქვს, მაგრამ აი ჩვენზე ვზრუნავ, ან მე მაქვს, მაგრამ შენ არ გაქვს და ასე შემდეგ და ეს ენერგია არავის არ უხდება. ამიტომ ვზრუნავთ ჩვენ საკუთარ თავზე, ვაცნობიერებთ, რომ კიდევ ერთი განსაკუთრებული ორიგინალური დღე დაიწყო და დამთავრდა და აი ამ მადლიერების და შინაგანი სიუხვის გრძნობიდან გამომდინარე ვეხმარებით სხვას თუნდაც ერთი ღიმილით, ერთი კეთილი სიტყვით და გვახსოვდეს, რასაც გავცემთ ჩვენია. ეხლა ფიზიკური ვარჯიშებიდან, რომლებიც რასაკვირველია თუ თქვენ გიმნასტიკის დილის ვარჯიშით, გამამხნევებელი ვარჯიშით ან სხვა ფიზიკური აქტივობებით გამდიდრებთ, ბევრად უკეთ შედეგს დადებს და მე მაგალითად სახლში ვარჯიშობ ყოველ დილით. რასაც გეუბნებით, მე თვითონ ვაკეთებ, შედეგებს ვხედავ, უკეთესიც შეიძლება, მაგრამ კმაყოფილი ვარ. მადლობას უხდით ჩემ თავს, რომ მაქვს რიგი ჩვევები, რომლებიც არის პოზიტიური და რომლებიც გათვლილია იმაზე, რომ მე ჩემს სხეულში თავი კარგად ვიგრძნო და ამასვე გისურვებთ თქვენს. ეხლა მეორე, რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ ვალაგებთ. აი შეხედეთ რა არ გჭირდებათ და გაზაფხულზე, ადრეულ გაზაფხულზე ყოველთვის უნდა რაღაცა ბალასტი მოვიცილოთ. აი რაღაცა მოიცილეთ იმ შეგრძნებით, რომ მადლობა თქვით, რომ იყო რაღაც თავის ფუნქცია შეასრულა, მაგრამ არა უარყოფითი განცდით. ყველაფერს მიაყოლეთ შინაგანი პოზიტივი. ის აუცილებლად დაგებრუნდებათ უკან. და ნიშნავს მტვერი არის, თქვა კუთხეები, რომელსაც ყოველ დღე და ყოველ კვირა არ ვალაგებთ, აი ყოველ კვირას აირჩიეთ, რომელიღაცა კუთხე არის ეს სამზარეულო, საძინებელი, რაღაცა კარადის დალაგება და კვირაში ერთხელ სუმცირე ამის გაკეთება, იცით, იმ განწყობით, რომ ადგილს ათავისუფლებთ რაღაცა სიახლისათვის. და არა იმ განწყობით, ეხლა მე ეს უნდა მოვიცილო. უნდა იყოს გარკვეული სიამოვნება თითოეულ ჩვენს მოქმედებაში. ამიტომაც წნეხის ქვეშ, დროის წნეხის ქვეშ ნუ გააკეთებთ, მიეცით თქვენ თავს უფლება, რომ შეიძლება ჩართოთ, გქონდეთ საკმარისი დრო, ჩართოთ სასიამოვნო მუსიკა და მაგალითად დაალაგოთ თქვენი ტანსაცმლის კარადა ან სხვა რამე. მე ასევე ვუსმენ ხოლმე მედიტაციებს, ასევე ვუსმენ ხოლმე თუ სასიამოვნოდ საუბრობენ და თუნდაც იყოს ეს პოლიტიკაზე, მსოფლიო მოვლენებზე, თუ ტემბრი სასიამოვნოა, აი ძალიან მიყვარს აი ამ დროს უსმენ თან ჩემთვის რუტინულ სამუშაოს ვასრულებ და ამასვე გირჩევთ თქვენს. თუ გსურთ ქართულ ენაზე, ლამაზი მედიტაციები, არის ეს ჯანმრთელობა, თუ სხვადასხვა თემები, მე პირადად ძალიან მომწონს მზეონა იბერიელის მედიტაციები და თუ თქვენ უცებ ვერ იპოვით, შეგიძლიათ დამეწეროთ და შემიძლია მისი YouTube-ის გვერდის ბმული დაგედოთ. ისე რომ ყველა გემოვნებისათვის ნახავთ აუცილებლად თქვენ შესაფერის და მოსაწყონ მედიტაციას დარწმუნებული ვარ. ეხლა განვაგრძოთ ჩვენი თემა, აუცილებელია რა იმ გარე სამყაროს, რომელსაც ალაგებთ, გქონდეს კარგი ჰაერი და ყოველი დილა უნდა დაიწყოს რასაკვირველია სახლის განიავებით. ჩვენთან აი ამ ბოლო კვირას ძალიან ცივი და მშრალი ქარები გვაქვს, მანამდე კარგი ამინდები იყო. ბაღში მუშაობაც კი დავიწყეთ, მაგრამ ეხლა სახლში ვსივართ და აი წარმოიდგინეთ, ეხლა გაჩვენებთ ჩემს ეხლა წესით აქ არ მედო, აი ნახეთ 18 გრადუსი მაქვს და 40 არის ტენიანობა ჰაერში. 40 არის
დაბალი. წესით უნდა მქონდეს 50 მაინც და საცხოვრებელ ოთახში სადაც ვართ მთელი დღე თან იქ ემატება რომ მთელი დღე ჩართული მაქვს გათბობა სხვანაირად არ გამოდის ამ სიცივის დროს საღამოთი ხანდახან ბუხარსაც ვანთებ და თუ გარეთ არ წვიმს და ეს მშრალი ქარია ნიშნავს რომ 40-ზე ქვემოთაც კი ჩამოდის ტენიანობა და ეს არის ჯანმრთელობისთვის ცუდი. თქვენ ხედავთ რომ არა მაქვს ეს მაღალი ტემპერატურა, ხა 18 გრადუსი, აქ ჩვენ უნდა ვზოგავთ ისე სხვანაირად არ გამოვა, ისეც გვეშინია რა მოვა, აი ამ მაღალი ფასების დროს რა გადასახადი მოვა გათბობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ეს 40 გრადუსი აქ და 38 იყო საიდანაც შემოვიტანე, სადაც ვართ საცხოვრებელ ოთახში, ნიშნავს რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. რადგანაც 18 გრადუსზე ქვემო ტემპერატურას ვერ დაუწევ, იქ 20 გრადუსი მაქვს და 21-ს. ამიტომაც სველტილოებს ვაფენ გათბობაზე, კიდევ მაქვს სპეციალური აპარატი, რომელიც ესეთი ნისლივით უშვებს წყალს, წყალი ისხმება და არ ყოფნის სამწუხაროდ, რადგან მაღალჭერიანი არის ოთახი და კიდევ რასაც ვაკეთებ, არის სისტემატურად ვანიავებ და წყლის ესეთი მინის ფართო ქილა ყოველთვის მიდევს იქ, სადაც გათბობას ფანჯრის რაფაზე თუ ქვემოთ გათბობა არის და აი ეს დრო უნდა გადავიტანოთ. ნიშნავს, რომ ჩვენი ცხვირის სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი იქნება აუცილებლად გამომშრალი, სხვანაირად როგორ. ამიტომაც დღეში რამდენჯერმე წყლის ესე სუბუქად და შეეცადეთ ხა ისე ძლიერად არ შეისუნთქოთ, რომ წყალი ზემოთ ავიდეს. დაინოტივეთ თქვენი ცხვირის ლორწოვანი გარსი, რათა ბაქტერიები და ვირუსები ყველგან არიან და რათა ის არ გამოშრეს და ამით არ გაციების რეალური კანდიდატი არ გახდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის და აუცილებლად უნდა გქონდეთ ზამთარში ეს ხელსაწყო, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ დაარეგულიროთ. მე ზაფხულში ხანდახან ისეთი მაღალი ტენიანობა მაქვს, რომ მაქვს ასევე კიდევ მეორე ხელსაწყო, რომელიც წყალს აგროვებს, ესე იგი ჰაერიდან ეს ტენიანობა გამოაქვს და იმ ხელსაწყოს ვხმარობ ჩემს ნახევრად სარდაფში, რადგანაც ისე კარგად არ ნიავდება, როგორც ზემოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ მოცემულობის გათვალისწინება, რადგან გაზაფხულზე ხდება და მიჩნეულია ადრეული გაზაფხულის დრო გაციების და გრიპების დროთ და თუ ჩვენ გაციების შინაგან ენერგიას გაუფრთხილდებით და თუ გცივა ყურების ყურის ნიჟარის მასაჟი ძალიან დაგვეხმარება და არსებობს კიდევ სხვა მეთოდები, მაგრამ ეს არის ყველაზე მარტივი და აუცილებლად აი ამ ოთახის ტემპერატურის და ასევე ტენიანობის გათვალისწინება. მე მახსოვს ბევრი წლების წინ მოგვიწია სამავთყოფოში ყოფნა, რადგან აი ასეთი გაზაფხულის დროს მე და ჩემ შვილს სერიოზული გრიპი ჰქონდა და მაშინ გვითხრა ექიმმა, რომ მთელი კოლექტივი გაფრთხილებულია ამ დროსო, თებერვალი-მარტის დროს, რომ ჩვენო შვებულებას არ ვაკეთებთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტები შემოდისო და ძალიან ბევრი პაციენტების მდგომარეობა ისე უარესდება, რომ ისინი აი ამ დროს მიდიან, სიცოცხლეს ტოვებენო და კიდევ ბევრი დაავადების, მაგალითად დიაბეტის პირველი ფორმის ბავშვებში და ასე შემდეგ აღმოჩენა ხდებაო, აი დადგენა ისე გამწვავება, რომ უკვე მშობელი ამჩნევს და ექიმთან მიდის აი ამ პერიოდშიო და ისე რომ ეს არის ძალიან გასათვალისწინებელი და კიდევ ახლა მესამე რაც მნიშვნელოვანი არის, ესე იგი ჩვენი ფიზიკური სხეული ვთქვი, ჩვენი გარემო და ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩაატარეთ წმენდა. დიდ სურათზე ხომ დავდე რამდენიმე ვიდეო საზოგადოებრივ მოვლენებზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე, მსოფლიოში, საქართველოში. აი ის დიდი სურათი გაივარჯიშეთ თქვენზე. რასაკვირველია, ესე შეიძლება თუ ზოგს ეიოლოს, ზოგს ეძნელოს, ძალიან მინდა და ბევრჯერ გავაჟღერე, რომ მინდა რა, ცეთი კურსის შეთავაზება, მაგრამ აი ამ დღეებში, აი ამ მომენტში ესე არ გამოდის. შეეცადეთ როგორც გამოგივათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ აი დაფაზე ერთი პიროვნება და როგორ გამოიყურება სამყარო თქვენს გარშემო, რა როლი გაქვთ და სად დგეხართ იქ, სადაც დგომა გინდათ და სად გინდათ რომ იდგეთ. აი დახედეთ თქვენს ადგილს დაფაზე, წარმოვიდგინოთ, როგორც ჭადრაკის დაფა ან თუნდაც მაგიდაზე არწევის პერსპექტივიდან. და რაც მთავარია, შეეცადეთ, რომ რაღაცა მოცულებულია, რაღაცა ნეგატიურია, რაღაცა ტოქსიკურია, თუნდაც ურთიერთობა განერიდოთ. უნდა ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ თქვენ ტოქსიკურ სიტუაციებს და ტოქსიკურ ურთიერთობებს განერიდოთ. თქვენ შეგიძლიათ სიტყვა, თქვენი სიტყვა თქვათ და შემდეგ უნდა დატოვოთ ეს სცენა, რადგან ტოქსიკური ურთიერთობები, ტოქსიკური გარემო გვწამლავს ჩვენ, გვართმევს ყველაზე ძვირფას, რაც გვაქვს, სასიცოცხლო ენერგიას. თუ ამ ტოქსიკურ გარემოს ფინანსური ენერგია მოაქვს თქვენთვის, ჯობია რომ სხვა წყაროები იპოვოთ. და აქაც არის აი უნივერსალური კანონი. როცა ერთი კარი იხურება, ყოველთვის მოიძებნება საშუალება მეორეს გასაღებად. სიახლე მხოლოდ მაშინ შემოდის, თუ ჩვენ მას ადგილს გავუთავისუფლებთ. და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს ცხოვრებაში, გადავხედოთ ჩვენს ფიქრებს, ჩვენს გრძნობებს, რას აჟღერებენ ისინი, ასევე გადავხედოთ ჩვენს ოჯახს, აჟღერებენ ჩვენი ოჯახის წევრები დეფიციტის თუ სიუხვის მოდუსს. სიუხვის მოდუსი არის ის, რომ ადამიანი არის ოპტიმისტი ბუნებით და მას სწამს, რომ სამყარო მას ყოველთვის რაღაცა შანსს მისცემს. და დეფიციტის მოდუსი არის პესიმისტის მოდუსი, რომელიც ყველგან პრობლემებს ხედავს და უმეტესად რასაკვირველია, ყველგან თუ არა უმეტეს შემთხვევაში, სულ სხვები არიან პასუხისმგებლები, სულ სხვები არიან დამნაშავეები. ჩვენ კი ჩვენი ფიქრებით, ჩვენი საქციელით ქმნით ჩვენს ცხოვრებას და აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე. აი ამას ვეუბნებოდით ჩემს თავს ბევრი წლები და ყოველდღე ახლაც გახდით თქვენი ცხოვრების რეჟისორი. გისურვებთ წარმატებებს, კარგად ბრძანდებოდეთ.